სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ოფისში აქციების ორგანიზატორებს დაუპატიჟებელი სტუმარი იმედის კვირა დახვდა ცოტა ხნის წინ. გასაიდუმლოებული შეკრება ჩვენი ყურადღების ცენტრშია. იკვეთება, რომ იმ პერფორმანსების ნაწილი, რომელსაც ქუჩებში ვხედავთ და გვარწმუნებენ, რომ ხალხი თავად აორგანიზებს, სინამდვილეში სოროსის თბილისის ოფისიდან იმართება. დავსვით კითხვები, პასუხებად მივიღეთ აგრესია და შეურაცხყოფა. ჯგუფი ჯაჭვი, ჯგუფი დაიტოვეს ორგანიზებით, აორგანიზებს და მართავს კონკრეტულ აქცია ჯაჭვს და სწორედ ამის დეტალებს გადიოდნენ ერთად შეკრებილები სოროსის ოფისში. ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კადრებიც ვნახოთ და ასევე ლეო სიხარულიძის კითხვები და თვითონ ორგანიზატორთა პასუხები, რომლებიც როგორც გითხარით, გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით. ოფისია ხო ღია საბრძოლოების ფონდის ოფისია, დაიტოვე აკეთებს ლაივ სტრიმებს და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში იკრიბება. ამისთვის დავასრულებ ამისთვის პირად პროფილზე ამ პირად მეგობრებს წერ ხოლმე იმის შესახებ რომ მჭირდება რაღაც სივრცე იმისთვის რომ შევხვდე ადამიანს. დღეს ეს შეხვედრა გაიმართა აქ ღია საზოგადოების ფონდის ოფისში? ღია საზოგადოების ფონდის ოფისია ეს. ხარ ტელეკომპანია იმედიდან და თუ წინააღმდეგი არ ხარ და ჯაჭვის აქციასთან დაკავშირებით ხარ ტელეკომპანია იმედს და რუსული მთავრობის პროპაგანდისტებს არ მივცემ არა თუ ინტერვიუს არ მოგესალმებ. ეს მეხუთე კოლონის ოფიციალური პოზიციაა? დიახ, მეხუთე კოლონის და ოპოზიციური პარტიის ერთობლივი. ბატონო. შეიძლება რა ჩაგწერო ტელეკომპანია იმედიდან ვართ ბატონო. რაზე? აი ამ ღია საზოგადოების ფონდში რომ მიდიხარ შეხვედრაზე. არ მივდივარ. აბა სად მებრძანდებთ? ჩემი საქმეა და ესე მე აქეთ არ შემოდიოდით? არა ბატონო. სად მიდიხართ ეს სეირნო? საქმეა, კაცო.